ხალხმრავლობა იყო პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე პრეზიდენტს განაცხადით მიმართავდნენ. პრეზიდენტის ინიციატივას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები გამოეხმაურდნენ, მათ შორის ქვეყანაში სასწავლებლად ჩამოსულები, პირები, რომლებიც ბიზნეს აქტივებს ფლობენ, და ასევე მოქალაქეთა ნაწილი, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ. მაქვს რუსეთის მოქალაქეობა და აქ ვარ იმისათვის, რომ ოფიციალურად მივიღო საქართველოს მოქალაქეობა. ანუ უკვე ყველაფერი ჩავაბარე. We are from India. We live in Snori. We have a მე ვარ ინდოეთიდან და ამჟამად ვცხოვრობ წნორში, სადაც სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები გვაქვს. ამიტომაც გადავწყვიტეთ მოქალაქეობა მივიღოთ. მიგესალმები პრეზიდენტის ინიციატივას. That's why we need this citizenship. ასეულობით ადამიანი, რომელიც დღეს რეზიდენციასთან იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ორმაგი მოქალაქეობა პირად საქმიანობაში დაეხმარებათ. მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას ორმაგ მოქალაქეობაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვცადოთ მოქალაქეობის მიღებას. ეს გაგვიადვილებს визების მიღებას. Мы где-то с 97 года работаем в этом Лилобазробе. Связь с работой хотим получать двойное гражданство. პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა თითქმის მთელ დღის განმავლობაში რიგები იყო იუსტიციის სახლთამდებარე მთავრობნელობით ბიუროებში. უცხო ქვეყნის მოქალაქეები პრეზიდენტის რეზიდენციაში წარსადგენად საჭირო საბუთებს თარგმნიდნენ. I'm translating my documents. აქ ვარ რათა ვთარგმნო ჩემი საბუთები, რადგან შემდეგ წარვადგინო პრეზიდენტის რეზიდენციაში მოქალაქეობასთან დაკავშირებით. აქ ამ ოფისთან რა რიგიც იყო პრეზიდენტის მიმართვაზე განცხადების შედგენა. უცხოენოვანი მოქალაქეები არიან, რომელთაც უნდათ თითქოს ნიგერიიდან წამოსული მოქალაქეები არიან. მოქალაქეობის მიღება უნდა პრეზიდენტს მიმართავდნენ განცხადები. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე განცხადებების წარდგენის ვადა დღეს 18 საათზე ამოიწურა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სურვილთა დიდ რაოდენობას ასახელებს. ანდრო ბარნოვის ინფორმაციით ამ დროისთვის პრეზიდენტს უკვე ათასობით მოქალაქე მიმართა. მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმეტესობას უარით ისტუმრებდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იურისტთა ნაწილი ქვეყნისთვის პრობლემად აღიქვამს. კახი კახიშვილი თვლის, რომ თავდაპირველად უნდა მომხდარიყო იმ პირთა საქმეების შესწავლა, ვისთვისაც პრეზიდენტი მოქალაქეობის მინიჭებას აპირებს. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას ქვეყანას და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება არ იყოს სახელმწიფოებრივი. პრობლემა არის ის, რომ მივიღებთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებად იმ პირებს, ვინც არ ვიცით საერთოდ რითი არის დაკავებული და რას საქმიანობს. შეიძლება ტერორისტულ ორგანიზაციებშიც კი იყვნენ, იმიტომ რომ შესწავლა მათი არ მიმდინარეობს სპეცსამსახურების მხრიდან, გარდა ამისა გაიბერება კიდევ ერთხელ საარჩევნო სიები. პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე 5 ნოემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული რიცხვი თუ რამდენი განაცხადია უკვე შეტანილი. ასევე უცნობია რამდენი პირი გახდება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე. პრეზიდენტი მოქალაქეობის მინიჭებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 17 ნოემბრამდე გეგმავს.